აბა ბიჭო დაიწყო სოფლიოში უკვე სოფლიო ფერმენტის ცეცხლება და მომჩადა მოგონია კიდე დაიწყო ახალი ფერმენტის რაღაცა უკვე შემოსვლა დიდ ფერმენტში უკვე 15 დღე გავიდა ხო რამდენი თამაშები ჩატარა 58 ბიჭო ეს თამაშებია ჩატარებული ამერიკამდე ეს თამაში ხო ნუ ახლა ამ არეულობაშია რომ გამიშტება მე ბოლოს კაი ხო ბოლო უნდა გაჩის 4-5 გუნდი ხო და იქაც მე აი მაგრამ ჩვენ მე სასფიქრობდი ეგრე წითება რომ ხარი ჩანს ფავორიტები მაინც სუსტი გუნდები მაგრამ გერმანია რომ ჩავიდა ის თვით ფავორიტად ხო, ჯერჯერობით ვაძებთ. როდესაც მაუნჩა უკვე დიდი ტალღა შემოვარდება, ხო, დებაში. როცურავ, დიდი ტალღა. შეიძლება და ისი ახლა იმდენი გუნდები შემოიყვანეს. იმაში. ბრაზილია პირველი თამაში ვერ მოიგო, მაგრამ სამტრული მოიგო. ხო, კი, მაგრამ მაინც გუნდებიან უკვე რა და ისე გავა. მაინც ბრაზილიას პირველს შეგოთ. ანჩელოტის კათრით. ხო, მაინც მაგრამ მე მგონი ბრაზილია ჩემპიონი გახდა. ხო, მანუ რა იცი, აი ჩვენ ვინც მოვიგო ის გუნდები, ჩეხოსლოვაკია, ჩეხეთი და თურქეთი ვერ გავიდა. ხო, მაგრამ რა არის მაუნჩა ვიცი, მაინც ერთი ყველაზე თავარი კანონი ფეხბურთში რაც არსებობს. გაიგე რომ ესე იგი ბრაზილიამ შეიძლება მოუგოს ყველას და გახდეს ჩემპიონი იმ შემთხვევაში შეუძლებელია ეხლა შეუძლებელია ხო მაგრამ აი ანჩელოტის ტვინი დასიზამს ანჩელოტი აი მე მგონი ყველაზე კაია ისი არის გულშევატკბები და იმიტომ აქცენტი გააკეთა ნეიმარზე რომელიც თამაში არ შეიძლება კაცი რომელიც სამიწელი შემოძლებელია რომ იმ გუნდმა საპრეზიდენტო შეიძლება მოიგო არა რა არის ის კონტინენტია და მალიშიკები ბატონო მაგრამ შემოძლებელია რა ხო მაგრამ იმიტომ კი რომ მესის უდეფებოდაა კაი ფეხბურთელია დიდი ფეხბურთელია შემოძლებელია რომ ის გუნდი სადაც მესი იქნება აღტეში ხო მაგრამ ანუ აჩვენა იცი ახლა ამ აჩვენა მესი არგენტინაშია ხო მაგრამ არა ის ნეიმარი და რა არის მომჩა ეს შეხედე აი ბევრმა ნუ ერთმა კაცი ისეთმა სოფლიოში უკვე დამტკიცებულმა ფეხბურთელებმა რომ აი ჩვენ მაგრები ვიყავით ევროპაში ყველანაირად რაღაცა პაუზის მერე ახლა გამოჩნდნენ კიდე ვიცი რა იგივე და კიდე დამტკიცეს ერთმა ურიგონიშია ხო შვეიცარია საინტერესო თამაშობს ჰოლანდიის გუნდი ხო თავისი სტილი არის სვანერის სტილი ყოველთვის და ჰოლანდიას ესე იგი რაღაცა ლიდერობის სტილი პრეტენზია და სტილი და ერთ-ერთი მთავარი რაც უნდა ამ სტილს მოახმარო ეს არის ფეხბურთის ტაქტიკური კაი ახალი ცოდნა და შექმნა ეკვატორი გერმანია მოიგო წინა მატჩი განადგურა ტუნისი მაგრამ გუშინ თამაში ვერ აჩვენა ისეთი და ის ეკვადორი ისე თამაშობდა და ტექნიკა ეკვადორი ფიზიკურად თამაში მე აი მახსენდები თქვენ რომ ფიზიკურად ძლიერები იყავით და გერმანიამ რომ მოიდობა წინ წასვლა იმან ისეთი დაუხვედრა ეს არის ფიზიკური დატვი შეხედენ რა ხდება ახლა ერთი რაღაცა საიდუმლოება კაი ფეხბურთის ერთი საიდუმლოება როგორ უნდა შექმნა კაი ფეხბურთელი და როგორ უნდა შექმნა კაი გუნდი ანუ შეხედენ ადრე მაგარი ფიზიკური მომზადება იყო ტექნიკური ცალკე ხო და მუშაობა ინდივიდუალურად და ეხლა იმდენი გუნდები გაჩნდა სათამაშო გაიგე რომ აი შენ იმდენ გუნდს უნდა ეთამაშო იმდენ გუნდს უნდა ეთამაშო ფერმაში იყო 3-4 გუნდს უნდა ეთამაშო ახლა იმ გუნდს უნდა ეთამაშო აი ამ ვარჯიშები რო აღარ აქვს
გაიგე იმ ფიზიკურად ვეღარ დამოდი მანუჩა 2 საათი 3 საათი ზემოთაც იმაშობდი ახლა ვერა ვიდრე რომ ყოველ მეორე მესამე დღეს თამაშია იმდენი გუნდებია არა ახლა ისეთი ქვეყნები ჩამოვიდა რომ არც ვინახია თამაში და ისე თამაშობენ და უკვე ისეთი პრეზიდენტები უყურებენ რომ შეისყიდონ ეს საკუთარი ფიზიკურად და ტექნიკურად. ხო, ეხა აქ ერთი კიდე სიახლე შემოვიდა, იგი მომწა სიახლე შემოვიდა, რომ პრეზიდენტი ხარ თუ გუნდის პრობელი ხარ. გაიგე, ვინც გინდა იყიდე. ადრე არ იყო, გაიგე, ვინც გინდა იყიდე, მე იყონია თამაში, აგერ თბილისის დინამოში. უსტორია. ეს საკლუბო ჩემპიონატი. ხო, საკლუბო ჩემპიონატი, მაგრამ საკლუბო ჩემპიონატი ხოა და ხო, ევროპაზე ხო თამაშობენ, მე და ხო არის იქით-აქი გადასვლა გადმოსვლა, კაცო. თუ აქვს ახლა თბილისის დინამო, ჩემპიონი. აი, ევროპული ნაკრებში უცხოელი არ შეიძლება. ნაკრებში არა. უკალექობა აქვს, მიღებული მაშინ. ეგ შეიძლება, მაგრამ ხო, მაგრამ მე მეგეუბნები არ აი თბილისის დინამოში არ იყო. უცხოელი. ხო, მაშინ ნუ თამაში და ჩემი გუნდის წევრი როა თუ გავედი ევროპაზე და იმაზე ხო თამაშობენ, მაინც. ასე კი, მაგრამ ნაკრებში ვერ აიყო. ნაკრებში არა, შენი უნდა გასაგები. იტალია მაგრამ ევროპაში რო კაი ადგილს დაიკავებდა, იგი ცოტა მე ახლა მსოფლიო ჩემპიონატი ჩვენების მაგალითი უნდა იყოს, და არ უნდა გამოვიდე მანდრაჟით და ყოველდღე გამოდიან ფეხბურთელები სხვა ქვეყნიდან და გერმანიასთან ფიზიკურად უკვე ნაკრების დონეზე რომ ფეხბურთელი მოხდები, იქ მანდრაჟი ლაბარაკიზე მეტი. შენ ნაკრებში მითო ახალ ვიცი, რომ მანდრაჟისტი ხარ, ტექნიკურად და აკითხოს არა. შოთრანდებაზე სამაშობლო ხარ. ხო. შეიძლება ისეთი შეცდომი და უშუალო ორი ფუტი გაატარდეს ვირის მანუტორი ამერე თან ვინიციუსობა გეიქცა გაახტო ყველას და არ შეაგდო არა აი ნოიერი ხო მაგარი მეკარეა და ისეთი გოლი გაუტანა იმან უცებ აი ესე ეგონა აიღებდა და უცებ დააწერა მე გაუგდო გოლი და ხეზე დარჩა რა ნოიერი გოლდა ბიჭო რატო იცი ეხა ჩვენში დარჩეს და ერთი რამე არსებობს, ანუ გაიგე ეხა მანუჩარო და ზუგდოძვაშვილი. აიგე რა ორი კაცი ვარ. გაიგე შენ ბიჭო უნდა იცოდე გაიგე როდის უნდა წახვიდე. თორა ისე გადაგიშობდე ხას ეხა აი მეკარეზე გქონდა. მეკარე ახლა წლების მანძილზე სულ საუკეთესო იყო. რა ბუთი გოუშვა გუში. ხო, ესე იგი როშე ესე გაჭირდა და ძალაბერი ხო, რაღაცა ეგეთი ლაფში შეიძლება მეკარის გუმოდეს. არა, მაგი მოდის მის. არა, იქ თავი შენ ჯარჯარები რომ მოში. მე ყველაფერი ხელი ჩაული თამაშა არც ხეს ხელიდან რა. ბიჭო, შოთრანდის ცოლება შოტლანდიაში რატო ვიცი მომჩარო შენ ესე იგი გინდა მეკარე იყავ გინდა დამცველი იყავ გინდა თამდაცველი იყავ გინდა დახმარებამცველი იყავ გაიგე თუ შემოგეპარა გაიგე და შემოგეპარა უკვე ის ვარსკვლავობის შემდეგ გაიგე კერო დაცინვა ვარსკვლავების მერე ბევრ დაცინიან მერე გაიგე იმიტომ რომ არიციან როდის დავა ეხლა თან ჩიპები დგას აფსაიდებს ნიშნავენ და მე ფეხისად მოდრიჩი ხო დიდი ფეხბურთელია და ფეხი აწია ისე და საჯარიმოში და ეგრევე ჟოლტა ეკარტაჩკა და პენალი დაუნიშნეს ხო მე შეიძლება საიდან დაიწყე მოდრიჩი ხო დიდი ფეხბურთელია აი ეს თელი შენიშნესტომა იზა როგორც მცველის მოდრიჩი იყო დიდი ფეხბურთელი Doamna, chiar o penaliză da, imaz gaakete. Თამაშებში თამაშობდა. სხვა თამაშებში კი არა. შენ ვარსკვლავი რო ხარ, ყველა თამაში უნდა აჩვენო ვარსკვლავობა. თუ არა, გაიგე, შენ თუ უკვე გადადიხარ წლევანობას, იმ ხელას, რომ მე აღარა ის ფიზიკური მოზაყვა მაგრამ არა გაქვს ის სტრაფე. გაიგე, მარტო ნიშნენიეთი ვერ გადიხარ დამდით საქმეს. ხო სწორია?
ამიტომ ის ნელა გაჩერდა მიხდა რომ შეცდომა დაუშვა და მაგრამ განარაპატია მე მამჩა ერთი იყო რომ ეხლა ნაკრების დონეზე რო აგიყვანებენ ხო მაგალითად ნაკრების დონეზე რო აგიყვანებენ შენ ნაკრებში ადრე თუ ითამაშებდი ერთ თამაშს და ორ თამაშს და სამ თამაშს ახლა 10 თამაში გული შეთამაშებდი რა იმდენ შეყვარს ამიტომ უკვე შენი სამწნელო პროგრამაც იცვლება ისტორია იქ რასაც აკეთებდი მაშინ ახლა ამას ვერ გააკეთებ თამაშიდან თამაშამდე უნდა მოვაყო შენი თავი ხო თამაშებიდან აუ ეს კარგად ვითამაშე ახლა უფრო უკეთესად აი შეცდომა მქონდა იქ უნდა მოუმატო კიდე თუ არა სისტრაფეში იქ უნდა დაუკლო იქ უნდა წავართო იქ უნდა შეუტიო ხო მაგრამ ეხლა ყველაფერს რო კიდე აქცენტი გაუკეთოთ მამჩა გაიგე ყველაფერს აქცენტი გაუკეთოთ ჩვენ ერთ რამეს უნდა მივაქციოთ ყურადღება ესე იგი ადრე უთამაშობდით თამაშის უთამაშობდით ხო ვიცოდით გაიგე უთამაშობდით 4-4-2 4-3-3 4-2-4-3 ვიცოდით ეს და თითქმის თელი თამაში და თელი რაღაცა გარკვეული პერიოდი ამ ტაქტიკით ათამაშებდი შეგვიძლია თამაშებდი და ხო იყო ასე აი ახლა დღევანდელ თამაში ახლა ნორვეგია საფრანგეთი იქნება რაღაც მაგარი პატჩი ნახევარფინალს მიშტაფინალს და გამოჩნდება ვინ მაგარია და მაგრამ შეხედე ახლა შენ როდესაც გიწევს ბევრი თამაშები როდესაც გიწევს მაშინ უკვე აღდგენაც უნდა კონდეს ჩარტ რა მიდომა შესვენებები იქ რო ის სხვათა შორის უნდა აგზავნონ ეს შესვენები არასწორია ხო მაგრამ შეხედე მამჩან ევროპა თქვა უკვე მე არ ვიცი ევროპამ რა თქვა მაგრამ შეხედე ჩვენ ღმერთიდან ალბათ ნაჩუქარი გვაქვს ერთი რამე რომ სპორტსმენები და სპორტიული ისინი ხო ერთმანეთს ბევრ რამეში ეხმარებიან ჩვენ მაგალითად ახლა კალათბურთის ტაქტიკაზე ვართ გადასული შეხედე რატო ვართ კალათბურთის ტაქტიკაზე და ჰოკეის ტაქტიკაზე დაგმურთი იმიტომ რომ ადრე მე ვიყავი დამცველი 4 დამცველი იმდენით 3 დამცველი ვიყავი ცენტრამდე თუ მივიდოდით კაი ბიჭები ვიყავით მოსტორია და იქოლამდე იმის იქით ვიგაგაიშავდა რამიდა შევცი რასნიში მე სტალმეტროს მივეცი არა რეზო კალათბურთში კაცი ისვენებს მერე გამოდის კიდევ გარდა ფეხბურთში ეს არ არის ისვენებს ის მაგიც იქნება მალე შეხედე ფეხბურთი არ არა ხო და ახლა ისვენებს და კი არა შეხედე რა შობიან კალათბურთელების პირიქით ბევრად სასპორტიულო კალათბურთი 5 კაცი ვართ მამჩა და აგა სამი გადავდივართ ინგლისის ნახევარზე ინგლისის ნახევარზე ინგლისის ფართან ინგლისის იმასთან თამაშობთ სწავლობთ და ინგლისია ეს მაგრამ იქ მაგრამ მომისული ხო და შეხედე ბუთია იმდეს მოდიან და დაბრუნდეთ უკან ყველა და ყველა უნდა დავხდეთ ზონაში გაიგე ან იქ პრესინგი ფეხბურთსაც იქ იმას აკეთებს დღეს ფეხბურთი შეხედე ესე იგი პრესინგს იქ აღჭობს იმგერის ნახევარზე სულ ყველა გადადის გადმოდის აი კალათბურთის ის გადმოდის მაგრამ კალათბურთი ისვენებს მაინც დასვენება დისტანცია კი პატარა მამუჯან მაგრამ შენ ახლა კალათბურთი კი ისვენებს რაიმე მაგრამ შენ ხოლმე დაიგენ შენ შეგონია ფეხბურთელები მონახულობენ იმგერის ზონას მაგრამ უკვე თავის ნახევარზე კი არის ისვენებენ იქ რა დავიდენ გადაცენ გადმოცენ ნერტემში გააკეთე გამაგერეთ ხო ეკვატორმა პრესინგი ეთამაშვა იმის იმგერის ეს ბურთი რო არ წაეღო უკვე აი ამ სოფლიო პირველობის აი ამ გუნდებმა ამგერმა ტაქტიკა შემოიღეს და ამას კაი გარჩევა ჭირდება კიდე ახლა მარტო ჩემი ლაპარაკი კი არა აქ საჭირო ყველა უნდა გაანალიზოთ და ნახოთ ხო რა ხდება ესე იგი მაგრამ ბურთი გვაქვს ჩვენ ესე იგი 10 კაცი
ორი რჩება შეიძლება ცენტრალური ხაზისადაც 2 დანარჩენი 4 მიდიან იქით და უკვე საჯარი იმოსთან მიდის გადაცემა გამოცემა ხო და ძებნა იმისაკილი როდის დავარქვა შევახო ხო წათვის ბურთი შემიძლია იქ პრესინგი ერთი ვარიანტია იქ პრესინგი მეკარეს დაუბრუნებენ გადმოაგდებენ აქეთ უკვე ყველა უკან მოდის აი ეხლა მიხასას უნდა რომ ფეხბურთი დაგვანოს სხვა ნუ ხო დიბატონი აი მუტი არ გამოვა მაგრამ სხვა ისედია ტერიტორიები ხო მაგრამ ანუ წინა უკან სიზმრილი ხო გამოდის იმის მე იმას კი აქ ხო შენ ტოჩკას დაატყიდა შეატრიალე იგი ხო მაგრამ კალანბურჩი მე ერთი რამეა აჰა ბურთი ვარ ჩვენ გადავეც და უკანა ესე იგი სიზმრილი გაიგე იქით აქით უნდა შეგერდოს აი ბატონო და შეგასანდეთ 23 საათზე რო იწყებოდა ბურთი აჩვენებდნენ ვარჯიშებს ნორვეგია ის ჰოლანდია როგორ ვარჯიშობდა და დადგმული ჰქონდა კინის ასეთი მოწყობილობა მაგრამ ისე ახლოს ჰქონდა დადგმული აქა და აქა რო უცებ წასულიყო ხო იცი ბურთის პრობა რო ჰქონდა და სპარტაშორი თვაზე და ეს ეკვადორი თვაზე აკეთებდა გერმანელებმა კი გაუკეთეს ისა პრესინგ მაგრამ უკვე გაითამაშეს და ვერ ბურთი ვერ წავიდა შეიძლება თქვენ მამჭარ ბურთი ვერ გარტყევდნენ გაწევდა პრესინგი ბურთს ამასაც ვერ არტყევდნენ ვერც მიშამეს ვერც რაომეტრევებს და ვერც იმას ღოღობერიძის ასე იყო არის ეს ქართულ ფეხბურთში ეს შენადორია მე მოვიდა ახალგაზრდა პრესინგი გაუკეთა იმათ გერმანია და ისე გაითამაშეს იმათ რომ ბურთი დაიჭო მომისმინე მე მაგალითად გერმანიის თამაში საერთოდ არჩინე და მეყურებია ისეთ ფეხბურთი აჩვენეს ახლა წააგეს აჩვენეს იმას კარგად ეთამაშა და იმიტომ ვერ ეთამაშა ამაზეა ჩვენ არც ვიცოდით ეკვადორი ჩვენს ჰერბერტო შექსერი თამაშობენ აი ეს თემა უკვე შენ სახელმწიფო ხარ და იცი რა გუნდებს უნდა ეთამაშო კაიგე როდის უნდა ეთამაშო და რა ტაქტიკით გეთამაშება და იგი არის ციგაცო რასაბარაკო მაგი გარჩეული უნდა გქონდეს 10 ჯერ და ერთ-ერთად რომ მიდიხარ კიდე ქვეყანა ბევრი რაღაცები შეიძლება შეიცვალოს აი ამიტომ დღეს უკვე შენ უნდა შეცვალო ცოტა სტრატეგია იმიტომ რომ ადრე თამაშობდი 5 თამაშს ახლა გიწევს 25 თამაში დინამო რო ხდებოდა ბელგიის ანდერლეხს გავაზო სულ აფსაიტები გოგაკეთა ხო კი იცოდნენ აფსაიტების აკეთებ მაგრამ იმდენი აფსაიტები რომ მორალურად და დასწრაფე ფეხბურთელები ხო აჩერებდა რა ისინი იყო მაგ ისინი ტრენერის ბრალი იყო ვერ გაარჩიეს არც მე ნახე რომ დადგნე სიცოცხლეა მაგრამ ყველა ვარჯიშზე ყველა ორ გოლზე გაიგე შენ როცა ვიცი რომ უკვე გუნდი გეთამაშება ანუ გეთამაშება გამოდიან და აფსაიდს გიკეთებენ იქ ორი ვარიანტია სამი ვარიანტია იმნაირობა იქით დაიჭერ მიკეთებს აფსაიდს მაგრამ ავითომ ჩემი და მეორე გადის გაიგე მაგრამ ხო ამიტომ ეგ კაი გუნდმა არ უნდა იკადრო მაგაზე ლაპარაკი ბელგიის გუნდო შეიძლება თამაში ჩვენ შესულა იყო დაჭერა შემოვა ყველანაირად ხო მაგრამ იმიტომ რომ მე თუ შენ ეგა ერთადერთი აზრიანი ტრენერი ყავს აზრიანი კაპიტანი ყავს აზრიანი გუნდი ყავს შეკრებილი მიშლენი აზროვნება აქვე და იმას რა უნდა ვიტყვი იქ უყურებ 4 კაცში ვითომ აფსაიდს აკეთებ ვითომ ზონაში გახარ ვითომ პერსონალკას აკეთებ გაიგე ეს ყველაფერი შეთამაშებული უნდა გქონდეს და ეგ ყველაფერი რო იცი ხო მაგრამ მე თამაშის ზონაში ამას ვაკეთებ მოჭა ხო აფსაიდში გამოდიოთ ყველა თუ გამოდიოთ და რა თქვია 3 გამოვიდა და 1 დარჩა ხო ხო და უстановები რა ყოველთვის მაგაზინი ხო გეუბნება თან ვარჯიშებს ვაკეთებდით ამას აი ეს შეიძლება მოხდეს ეს შეიძლება ხო მაგრამ ჩვენ ეხლა გამანდელი ფეხბურთი გეუბნება უკვე გაიგე აი ჰოლანდია ვამაროთ აი ჰოლანდიის გუნდზე და იმას ჰოლანდიის გუნდზე მადლობა უნდა გადავუყადო ჯერ რომ შეგვინა ტოტალური ფეხბურთი ტაქტიკა
აი დღემდე ტაქტიკა და პრესინგი დღემდეა კიდე, მაგრამ ეხლა დღევანდელი გუნდები უკვე ვინც ტვინი გაანძლიეს და შემოვიდნენ აი ტაქტიკა კალათბურთის ბურთი გვაქვს ჩვენ 10-ვე გადავდივართ იქით ორი კაცი არის უკან ოდნავ პახობაზე გაიგე ოდნავ უკან ცენტრის იქით კია გაიგე მაგრამ ცენტრთან არის მაინც გაიგე რამე არ მოხდეს იქ კონჩეტევაზე მაგრამ მანო რა არის იცი შეხედეთ უნდა ყველა მიეჩვიოს ამას რომ ბურთი გვაქვს ჩვენ და ყველა გადავდივართ კალათბურთის შიდა ჩასაგდებად დავკარგეთ ბურთი ყველა გადავდივართ ჩვენ გარეთთან კალათბურთის შიდა გაიგე ჩვენ უკვე ესე იგი ეს ათეული ახლა ხო ვეღარ შეგვიძლია გაჩერდეს შეიძლება დაისვენო შეიძლება შეცვალო ევრიც ხო ეს გაგაჩერდა მაგრამ ტაქტიკა ხო ეცამჭოს ფეხბურთი ვერ შეთამაშო ვაზარჩია და უკვე სვავრა ჩვენ ახლა ორი ხანი გახსნა კი ბატონო მაგრამ მე მომჩა ეხლა აი ხე აღარ ლექტრო 4 ისარი შესუნება ხო ნუ ეხლა მანო ხო ხედავ ხალხსაც ასმევენ გაიგე ეს მომჩა რა ვიცი მე მგონია უკვე მე მგონია საერთოდ რეალი ცხოვრება შეიცვალა ვარიანტია ამდენი ხალხი რო კოკა-კოლა რაღაცა რო გაიგებს რაღაცა ყველაფერი ბიზნესზე აეწყო გაიგე არა ბიჭო იქ კიდე თუ არა შენ გაიგე გუნდე კიდე თუ არა ანუ ერთი გაჩერება ვითომ წყალსვა გაიგე და ვითომ იქ გუნდი მოდის და გეუბნები ასაკერეს გაკეთებ უცნობი შერას აკეთებ ნოშულ გაიგე მიდი სათემაზე ლაპარაკი და ეს საინტერესო რო არა ბიჭო შეხედე ადრე თამაშობდი 5 თამაშს ახლა 25 თამაშობ გაჩერებენ ხალხგასმევენ და ტექნიკურად იმასობენ გასვენებენ ტექნიკურად ხო ანუ იმიტომ რომ 40 ლაკერებთან თამაში რავალია ანუ მითხრა ერთი შენ დანის ფეხბურთელი არის მოგული რო წავიდა და 63 წელში სოფლიოში ფეხბურთა მეხსია უმაღლეს დონეში მას იმრანე სიბერე ბერდატოსები იმიშენ ფეხბურთის განვითარება არ შეიძლება და მე ჟურნალისტი ფიზიკურად და ისა ტოტალური ფეხბურთი პოლიტიკა რომ გამოგენეს იმიშენ ფეხბურთი წინააღმდეგ აი ვიცი ბრაზილიის თამაში არ მეწონა მაგრამ ბოლო შოტლანდიასთან მაგრამ თამაში აგე რა ხარ სამი დრო ბრაზილიის შოტლანდია ისეთი შეცდომა დაუშვა დაცვაში უბრალოდ გოლი გაატანეს გოლი გაატანეს ეს ბოლო თითონაც გაუკეთა მესამე გოლი რო გაიტანა თავი დაარტყა წარელი აგე კიდე ესე ჩევწერება შეხედე ბრაზილია იწყებს ატაკტიკით შეიძლება თამაში იწყებს ატაკტიკით 1 2 3 ესე იგი 2 დამცველით გაიგე უკან ცენტრთან მე 2 ნახევარ დამცველით გაიგე და 3 ნახევართან და 3-ის 6 კაცი წინ ყოველთვის შეტევაშია როგორც ნახევარ დაცვა თანდასა ხო ბიჭო ხო მე მომენტი არის უკვე 1-4-6 თამაშობ 4 უკან 6 წინ გაიგე როგორ ერთად გადავდივართ იქით ბატონო შეიძლება ეს გუში ხოცეს თამაში შეიძლება ერთი მეტყვი და 10 იქით კი ბატონი ხარ ხო იგივე ვარიანტია აგერ და შოტლანდიელები უკვე თამაშობენ მაგრამ უკვე ხო ვითომ წააგენ აი თამაშობენ შეხედე 1 2 4 ესე იგი პირიქით უნდა იყოს 1-4 რო სამითონი არ და კი რა დაცვა უფრო მეტი დაცვა და აქ უკვე ცნობილი სიმაზეა ეს ხო და ეხლა ყველაფერი დამოკიდებული და გერმანია და ეკვადორი გერმანია 2-1 უგებს ხო მაგრამ ესე იგი გერმანიის თამაში ძალიან სუსტი იყო კი ხო ძალიან სუსტი იყო რა ვიცი ახლა გერმანიას 2 თამაში მომებული ჰქონდა და შეიძლება ხო თავრტები გასასწორია
არგენტინა, საფრანგეთი, ესპანეთი, ინგლისი, გერმანია. და პორტუგალია, ბრაზილია არის მეორე. მე მგონი ესპანეთი გახდება ჩემპიონი. ხო, ნუ ერთ-ერთი ვის არის ყველაზე კაი გუნდია მაშინ დღეს მექსიკას უღრეთ ქვეყნის დამოუკიდებლობა, ქვეყნის თავის დამოუკიდებლობა ფეხბურთისადმი და ყველაფერი ერთად და მაგრამ მექსიკა თავის მოედანზე თამაშობდა სამი თამაში მოიგო კაირამე შეეხება ანუ ეხლა მექსიკა სამშობლო პირველია მონაწილე. აი მამაძაღლობაც იცის, ყველანაირად იცის, ვის ენაზე ელაპარაკობს თავისი და არა გამორიცხული რომ მექსიკელებმა თუ რას პირველი ორინგეში სამი თამაში მოიგო. რომ იგი და ბურთი არ გაუშვია. ხო და ბევრად იმაშობა. უკვე რამხელა ისა პლუსია შენ მაშინ თამაშობ და იგი შენი აგერ საჯობა აგერ გულშემატკივარი მოედანზე ხელშები რომ შანსი გაქვს და უნდა გამოიყენო ამიტომ ერთადერთი ვარიანტი არის ასე დროს იყო გუნდები ბრაზილია გერმანია რომ ანდახან პახ და ფინალს დაიწყო. აი დღეს ეხლა არ არის ესე იგი მე მგონი მაინც შანსი აქვს მეოთხე ფინალამდე გავიდეს ესპანეთის მექსიკა, იმიტომ შანსი აქვს თავის მოედანზე მე მგონი მაინც აი ლაზეიკებით ფინალში მაინც გავა მექსიკა. შეიძლება. აი ლაზეიკებით, მაგრამ თამაში თამაშობს. გოლები არ გაუშვიეთ, ეხლა ვერაფერს ვერ იცის. დიდიც მოწყურებულია რომ თავის მოედანზე თამაშობს. გერო ასე კრავე ხელს და შენ გაზრდილი ჯარიმას და მე არა იგი ესახება სადაც თამაშობ ხო შანტადიონზე და შენ ფიზიკურადაც ძლიერი ისეთი გოლები გაიგო. ნუ ეხა ასია თუ ისია მექსიკელები ელიტები ჩეხეთი ყველაზე სუსტი გუნდი იყო იმაზე ევროპის გუნდებიდან ვერც ვერაფერი ვერ მექსიკა და ბრაზილიას მილონჩი მასიზამდა როიცოდე ეგეთი ვარიანტია დღეს რომ მაშინ მექსიკაში არის თამაში არა მომზადებული კი მაგრამ შენ რამხელას ნისავ შენ სახში ვეთამაშობ და ახლა ეხლა საფრანგეთი ხო ამბობენ, ახლა დღეს გამოჩნდება რას იზამს. კიდე შენ ვიზოდე მე აგერ მექსიკაში ხო ვითამაშეთ, მე ხო ვითამაშეთ. მექსიკაში ჯერ სპეციალურად ერთი 10 დღე დამეჭარავდით რომ იმატის მანერია. სუნთქვას მიჩოვრიყავი და თამაში. სიმაღლე მაგერია სიმაღლე. კაიგე და ახლა ასია თუ ისია მექსიკაში თამაშები ხალხი ისინი მოკავდი თამაშობენ. ისტორია და ამიტომ უკვე რაღაც დიდი პლუსები და როდესაც FIFA და UEFA სახელმწიფო იტყვის აი მე ჩავატარებ იმგეს ასაკურელია ყველანაირ დახმარებას უკვე უწყობენ მაგრამ ისტორია რა ვიდრე ატარებენ და კაი სოფლო გამოდის და საქართველოს ნაკრებმაც უნდა გაითვალისწინოს ის რაც ხდება მსოფლიო ჩემპიონატზე ფიზიკურად უნდა იყვნენ ძლიერები და ინდივიდუალურად ფიზიკურად ეს არის გრამატიკა შეიძლება ამაზე ლაპარაკო ფიზიკურად უნდა იყო მე მაგალითად მომჩარ ცოტა მომთხოვნი მეტი მინდა ვიყო და რაში ბიჭო მომუშენ დღეს ფიზიკურად რომ უნდა იყო და ტექნიკურად რომ უნდა იყო მზად და თავი თამაშით კარგად რომ უნდა იცოდე და ბაჩოკით და პადიობით კაიგე ამაზე უკვე ლაპარაკი არ არსებობს მაგრამ ერთადერთი ჩვენ უნდა მივეჩვიოთ ახალ ფეხბურთს ტოტალური ფეხბურთს ყველა 10 კაცი წინ თამაშობ და ყველა 10 კაცი უკან თამაშობ დაცვაში პერსონალური და თუ საჭიროა შვაგული უნდა დავიყროთ კაიგე 10-ვე კაიგე ამას ითხოვს დღევანდელი ფეხბურთი ვინც ამას დაამხეცებს
იგი იქნება ჩემპიონი. ის იქნება. ეს გინდა თუ არა, მანუ, ეს ეთქობა ცხოვრება, ფეხბურთის ცხოვრება მოიტანა. ახლა და ეხლა მაგალითად მე ბრაზილიის თამაშს დაგვირებით უკვირდებოდი, იმიტომ კი არა, რომ ბრაზილია ეთამაშება ვინმე გუნდს. აი, ძალიან მაინტერესებდა ტრენერი. გაიგე, ესე როგორ თამაშობს? ანჩელოტმა რა შემოიტანა? ეს ასე ახლა შემოიტანა. არ შემოიტანია ჯერჯერობით. ჯერჯერობით ნაბიხა, ისე არა შესაძლოა რომ იგი აკეთებს აქცენტს ნეიმარის ხო ბრაზილიის ნაკრები ლაპარაკობს ნეიმარი ჩემპიონი გახდეს და ეს ამიტომ ყველა უნდა დავყარო თამაშს ხო ნეიმარი შეუძლებელია ფორმაში უნდა იყო რა ხო კონდიციაზე უნდა იყო მისული რომ შეიძლება ფორმაში გამარა სისტრაფეში ვერ გააკეთო ის თამაში მოიგონოს ხო მაგრამ რა არის რომ ჩავიცი დღეს ბიჭო მანო მაინც ჩვენ დაბნევისკენ მივდივართ იმიტომ რომ ამდენ გუნდში რამხელა საიდუმლოებებია საძებნი აი ვიცოდით რომ აი თუთეთი გუნდი ეთამაშებდა და ახოთი გუნდის ყველა სეკრეტარი საიდუმლოება ვიცოდით ამდენ გუნდში გაიგე წარმოიდგინე 40 მატჩი ფაინალში რო შეხედა ბიჭო მაგრამ ესე იგი даже რო გამოდიან ფეხბურთელები ხო ცვლიანი განა ხუთი კაცი ხუთი შეცვალეს ესე ისტრამიტელები იწყებენ ბიჭო სერბის ეგრევე ირანი აიღო ორი თამაში არ წაუგია ითამაშა ირანი შენ ირანი აფული აგია თუ იგი ჰაერი თამაშობენ ამერიკის შეერთებულ შტატებში და ისვენებენ მექსიკის ტერიტორიაზე არიან პარტიზანები ჩადიან და თამაში არ აკეთებენ ну ბევრი მაინც მომჩალ არის ახალი ტაქტიკები ორი მანიერი ახლა შეპროტი რაც დადებითი უნდა დავიღოთ და ჩვენ იარაღო გავხატო აუცილებლად არა მაგი არ არის შენ დღეს მოვაგებული ხარ როგორც ფეხბურთელი გაიგე იყო ზმაო სპორტული მაცხოვრებელი უნდა მიხვე ამ სპორტული მაცხოვრების სტრატეგიას, დინებას, ისტორია. მე როგორც ცვლელი, მე უნდა ვიყო ყველანაირად მომზადებული, მაგრამ ჯერ ერთი შენთან საუბარი ფსიქოლოგიურად უნდა შემეწროს, გაიგე რომ შენ ზმაო დაგიმტკიცო ის რომ ეს იმიტომ აკეთებ, ამას რომ შენთვისაა ყველაზე პირველად უკეთესი ყველანაირად რაც გაიგე გუთელი ხარ. ხო. ამიტომ ეხლა კიდე უკვე მანო აგე რა შეხედე просто შეხედე მანო ბრაზილია შოტლანდია 1-2-4 შეტევა 1-5-4 დაცვა 1-4-5 კიდე დაცვა შეხედე დაწყება თამაშის 1-2-2-3-3 მერე გადადიან 1-4 კიდე 2-2 კი არა 1-4-3-3 ესე იგი რამდენიც გინდა ყველა გუნდს თითქმის 4-5 ისენია ტაქტიკებია შედგენილი მაგრამ და 4-5 შედგენა ითხოვს უკვე დღეს ფეხბურთი იმიტომ რომ ბრაზილია ასე გეთამაშება გერმანია ისე გეთამაშება იგი ასე გეთამაშება ინგლისელებმა მოიგეს წინა მატჩი რომ მოიგეს კარგად მოიგო მაგრამ მეორე მატჩი განასთან 0-0 დამთავრდა და ერთი მომენტი შეძლეს ბოლოს უწევს გეიმას აღას გაარტყდა მაგრამ ეს განა ისე იდგა არა თამაშობდა ზონას იჭერდა ცენტრი მანუ ერთი რამე მინდა კიდე და თქვენს ჩვენ ფეხბურთელების ახალ თაობას რო უთხრათ ბიჭო ესე იგი გუშინდელ ფეხბურთში იყო ერთი აუცილებლად ტვინსი ჩახადები ცვლილებისთვის და ფეხბურთელებისთვის და რა ბიჭო მანუ ესე იგი დაწყება თამაშის საიდან დავიწყოთ მე გარე ვარ მე აგე შეგვედა გუში უყურე მაგრამ ის საერთოდ ამ პერსეს ისე რომ
მე შემოკადა გეუმტავსი. ხო, ახლა შეხედე, მანუ გუში რა მოხდა, მანუ. მე ვარ მეკარი. და აგერ ჩემთვის მარჯვენა მხარეს არის ერთი ცენტრალური დამცველი, მარცხენა მეორე. აუდა კიდე მივეცი ამას, შიგნით საჯარიმოში. და გაგიტანა. არა, ამას ხომ მივეცი. ამან ეიგო და შენ მოგცა. შენ მე მომეცი. ამას პერეხვატი, გამიგეცე და შემიგდეს გოლი. გაიგე? ხო, პერეხვატი. ამრადი გააკეთე სამჯერ. ბრაზილია მასე გაუტანა. ხო, მასე კიდე კიდე ასეთებს ვაკეთებ. შეუბედურო, ამცნელო, ან დამცველო, ან მეკარე. იაკუში რომელმეობდა მეცინებოდა. იაკუში მეცინებოდა. რევას ты защитник, там что лихо? Ара, если ты там нападающего обманешь и ты гол забьешь, шесть будешь. Ускорение нет хода. А если он у тебя отнимет, то тогда что? Пусть же сюда гей. Ай, ничего тренер. Золи, зайге. Хендем аксос, да? Винисиус სადა გავაჟე ორი გოლი ერთი და მეორე წეპტერა მეორე ჩათვალეს იქნება ფეხი გაათხაო კიდე კაი ვითომ ფეხი გაათხაო და მეორე სიცოცხლე და იგი თავის საჯარიმოში კომბინაციებს იგონებენ ამიტომ ზალად ხუიან იმას ზალით კი არა ბიჭო მეკარია თვითონ ხარ მეკარე საერთოდ მეკარე ერთ არ მინდა ვარდასახელს დავამსახურებდა ამას წინათ რა ერთი 2-3 თვის წინ ერთ ბიჭი შემოგდა და მე რა ავიღე ზეო ბიჭო ფეხბურთზე იმ რა კაი მეკარე მას გაგიჟდები აი Rabina, nu tare. Eso e peki tamașuz gagijde. Iarădi, șeni nu tare. Mecare, peki tamașuz. Ai, da, se dură, bași. Rabina, care și că. Heli trebuie burt. Da sadur cam șor, face. Bisadlăți că Eso e maslovi, რა ვარ ვიცოდი, ცენტრისაკით შეიძლება აღადგენები გარე ფქევიდინავს. პირველი ბურთი, ნუ დაგავირო და არ ხდა იმდენი პენალტი მიდიოდა. იქ ომი, პირველი ომი იქ იყო. საჯობი აღა მითხარი, შეკარეთარო კომბინაციებს შემდგენ აგდებიებ, იგივე. თუ იქ იგარო და ბძოლო, იმგერის ნახევარზე და იმგერის საჯარი გუნდი იყო, რომელიც 90 წუთის მანძილზე უთხური არ გააკეთა, სულ თანდაცი და 92 წუთზე მოხდა. ხო, არა, მანო, რა ვიცი, შეიძლება ამას მენაში ნახლა ოვაციებით ლაპარაკობთ, მაგრამ ბევრი არის, გაიგე, აუ ეს ზოგადად და მომჯა, რას ლაპარაკობ, შეხედე, ბიჭო, იგი საჯარიმოში ხანდახან გაითამაშო, აბარა. რატო იგი გაითამაშე, ხანდახან კი, იგი, იგი ყავი წინ შედევრი. ხო, რატო შეშადარე? შენ იმას რაც იმის ნაპადენია თავდასხმელობა უნდა გააკეთო, შენ აკეთე დაჭი ტრიკი ვიცი. არა, ხანდახან იყო ახლა გაიგე ფლანგებზე, გაიგე გესროდნენ, ბურს და რო იყო პრასტორი წაიღებდი ბურს და მიცემდი მე მეტროს და იგი აკეთებდა იმას, გაიგე. ხო, მაგრამ რა ვიცი, დღეს ერთი რამე ცნელებო, კაპიტნებო და ფეხბურთელობო თქვენი ნახევარზე ძალიან გაუთხილდით ბურთის უკან დაბრუნებას დაჟე. უკან დაბრუნებას ბურთის ვინ თელი სტადიონი დაგჭირო და პასრო უკან მიცემდი. უკან ას რომ მიცემდი. დამჭერდა მეკარეს. იდეალს თქვენა და იგი. აი ეგრევე ტემპი წინ და ესე კიდე ეხლა დათამაშე მანო ეს იმგერის ნახევარზე როცა ხარ გაიგე გადასული ხარ უკვე და ეძებ იგივე ჩამდარი არიან უკვე გაიგე 4 ჩამდარი არიან 5-4 ჩამდარი არიან იქ მიეცი მოეცი გადეცი გადმოცემ გაიგე როგორც ხო და მომენტ მე დაიჭერ კომბინაცია რას კადრა რაღაცა დაახო გარემში ეს მისაღებში შირია რას იცი დამცველები თავის კარში დანენ გოლს ეხაურენ. ტუნისმა ისეთი გოლი გაიტანა, მეკარე დარჩა ხალხში გასა. ერთხელ მოიგერე და დაარტყა. ვერ ტექნიკურად გადაარტყა, ვერ პირდაპირ, როგორც შეშასავი მოხდა ფეხზე და გოლი. ნუ ეხა აი შენ დამცველი რო იყავი, ზოგი დამცველმა ეგრევე დაარტყა და ბიჭო, მე და მამჩარა დამცველიც კი ვიყავი. მე დათამაშები დავიწყე ფეხბურთით ცენტრალურ თავდასხმელით. და ცოტა შეტევა ვიცოდი მანუშა ყოველთვის.
კაი, ცოტა ვიტყვით, მაგრამ ზოგიერთი იყო დამცველები, რომელიც გულამაცხოვრებელია, ეგენი კარებთან არ მიგიშობდნენ. მაგრამ ახლა შეტევაში შეიძლება წამოსულიყო 1000 ერთხელ. აი, მაგრამ უკან იყო მაგით ნიშანია რომ არ გავუყარა. მაშინ ეს მოთხოვნები იყო და მიტო. თორე შენ გონია გულამაცხოვრებელია დარბოდა წინდა უკან გიჟივით. ანდა იუზალო სადერიცე. დარბოდა იცი როგორი კამდა ექცეოდა გამექცეოდა, მაგრამ ეს ტექნიკა, გათამაშება, გამოთამაშება იმაში ამას არც იმაშობოდი, მაგრამ არ გიჟეროთქვი რომ ბურთი რომ მოგიგანდა რა დაგიყვირა ტრენერმა დიქანს ატარე, იმიტომ რომ შედევაზე არ ანუ ეხლა მანჩარას თემა ამაზე ბევრი იყო შენზე ჭობა აუგურს არავის არაზევს მარტო ათრევს იმაშოვა, მაგრამ რამდენი გლოცავდა მეკარიდან დაწყებული მეკარიდან დაწყებული პირველი ბურთი აკერა იძახოდა ხუთილა მანჩარას იერთი რომ სამეიდან და მეიდან და ჩვენმა ამდე და რაღაცებზე იყო ასე მაგრამ ეხლა ისა რატომა ლაპარაკი რომ მაინც ყოველთვის გეყოლება ვიღაცა შურია გარა მე შემზმეტი ვიცი ვერ მოჭი რა ამაზე და ეხლა დღესაც ხო გაითამაშებია სადაც გაითამაშებია და მე მინდა ვუჩიო ეხლა ჩემს ახალგაზრდა თაობას მომავალ თაობას ნაუყუროს ამბებულს ასე როგორც მაგრამ მე ჩვენ ვიკრიბები და ერთმანეთში ვარჩევთ რაჯობია როგორ ჯობია მაინც ფსიქოლოგიური ფაქტორი მე ესე იგი აი ღამის 4 საათზე ურუგვაი ესპანეთი თამაშობს. ახლა აღურო თამაში. ნორვეგია საფრანგეთი კი 23 საათზეა თამაში და ამიტომ უსურვებ ყველას დღეს კაი თამაშების ყურებას და ქართულ ფეხბურთს წინსვლა და შემეიტანოს აი ჩვენი კამათივით გაიგე სამეიტანოს რამე თითოეულ დაინახავს აი ჩვენი ვიცნე ვინახეთ და ამაზე აქცენტი გავაკეთოთ კაი აი ნახე ის ცენტრალი და არ უნდა დაპატიჯო ტრენერები თქვენ ასე ხუთი მთელები გარჩევა აი თამაშის შემდეგ ეს ეს ახლა შენ არიცი თუ არა მაგი მომჭარა რომ ალბათ გუნდებში აქვენ ბიჭო გარჩევები აქვენ თამაშის ყველაფერი რა იქნება მაგრამ ჩვენ აგერ ჩვენ ვალს ვიხდით და გესაუბრებით თუ მისაღებია თქვენთვის ბიჭებო გაგაკეთეთ თუ არა და ყველაზე ნაკლი მისაღები უკან არ უნდა მიცეს დამცველმა მეკარეს და ფეხბურთელმა უკან არ უნდა გადააწყვეტონ პასი საერთოდ უკან მიცმიდის იგი სულ უკანა უკანა ვიცინ გარბის წინა სულ და გაია წინ ხო ამიტომ მადლობა ყურადღებისთვის ბიჭებო მინდა აი მე მინდა მოვულოცო ჩემ ქართველ გულშემატკივარს რომ გვეძლება იმის საშუალება რომ ამდენ კაი თამაშს უყურებთ სოფლიო დონის ფეხბურთელებს უყურებთ გუნდებს უყურებთ ცნობებს უყურებთ და ღმერთმა უფრო კაიდა რა ვქვია ჩვენ ამ სოფლიო პირველობის შემდეგ მაგარი ანალიზი ყოველდღიური ყოველსაათიური რომ საქართველოს ნაკრები უნდა იყოს ერთ-ერთი ლიდერი ყოველთვის სოფლიო პირველობის და ევროპის თამაშების და ოლიმპიური თამაშების ჩემპიონატი იწყება და აი ეს უნდა იყოს ამის მოთხოვნა ქართველ ერთ და გულშემატკივარს აქ და ამიტომ ამაში როგორი ამინდებია ითამაში ამაში ვინ შეიძლება ცუდად იმას ქართველი ხალხი არ აპატიებს. მადლობთ ყურადღებისთვის და მე დღეს გისურვებთ.